კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დაბრუნდით რეკლამის შემდეგ, ეს ნიშნავს იმას, რომ სტუმართან ერთად შემოგიერთდით. ჩემი სტუმარია ექიმ ალერგოლოგი მაკარუხაძე. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დრო გამონახეთ და მობრძანდით ჩვენთან ალერგოლოგი იმუნოლოგი, ხო? მაგრამ რა გამოგჩენს. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ასევე ჩვენს ტელემაყურებლებს, დიდი მადლობა. და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, ესე რომ ვთქვათ, რადგანაც ამ დროს ბუნება იღვიძებს, უკვე ისეთ პროცესშია, რომ ყვავილდება ყველაფერი, უბრალოდ გაყვავილებულიც კი არის. და ძალიან ხშირად ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი, ჩემს მეგობრებს, ჩემს ახლობელს აწუხებს პრობლემა, აი ალერგია მაქვს, მაცემინებს, სურდო მაქვს, ეკითხება შემდეგ თავის თავს. მოდით მოგვიყევით, როგორ ვლინდება ზოგადად ალერგია და რას ნიშნავს? ან როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენ ალერგია გვაქვს? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მართლა ძალიან აქტუალური თემა გახლავთ და გაზაფხული ყველა ადამიანისთვის გამოღვიძების, სიხარულის, ბევრი ვთქვათ, წარმატების, სიკეთის მომტანია, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ცოტა ჩვენს ირგვლივ რო გვეწუწუნებიან, რომ მას რაღაც როგორც თქვენ ბრძანეთ და თქვენ ყველას ირგვლივ არსებობენ ასეთი ადამიანები, რომლებსაც აღნიშნული პრობლემები აწუხებთ. ცხადია, ეს გახლავთ სწორედ ალერგიული პრობლემის დაავადების ერთ-ერთი ვთქვათ ფორმა, რომელსაც სეზონური ალერგია უწოდებთ და ეს არის ხშირ შემთხვევაში მცენარეების, სხვადასხვა მცენარის ყვავილობის, მცენარის მტვრით განპირობებული ალერგიული პრობლემები. რა სიმპტომები აღენიშნებათ აი ამ დროს პაციენტებს? კი ბატონო, ჯერ ესე იგი ალერგია დღეს მინდა აღვნიშნო, იმიტომ რომ საიუბილეო თარიღი სრულდება 1906 წელს ავსტრიელმა პედიატრმა ვან ფონ ბირკემ აღმოაჩინა ეს გაუკუღმართებული რეაქცია, რომელსაც ალერგია, თქვათ, ეწოდა და დღეს მართლაც წელს უსრულდება საიუბილეო თარიღი და რომელსაც მთელი მსოფლიო აღნიშნავს აი ამ დღესასწაულს ამ თარიღს. მას ეძღვნება წელს გაიმართება ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა ევროპის აკადემიის ყოველწლიური კონგრესი და სწორედ პირკეს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით შერჩეული იქნა ავსტრია, ვენა, ასევე ევროპის აკადემიასაც უსრულდება 60 წლის თავი აღინიშნება და ასევე საქართველოს ალერგოლოგთა კლინიკურ იმუნოლოგთა ასოციაციაც და ჩვენი კოლეგები საქართველოს იქნება წარმოდგენილი. მე როგორც ვიცი, თქვენს მიემგზავრებით ხომ? დიახ, მეც მივემგზავრები ჩემს კოლეგებთან ერთად, მაქვს პატივი, მე ამ შემთხვევაში წარმოვადგენ ჩვენს დელეგაციას, ასევე მე გახლავართ ევროპის აკადემიის ალერგოლოგთა და კლინიკურ იმუნოლოგთა ინტერეს ჯგუფის ასეთი არჩეული წევრი გახლავართ, ბორდის წევრი, ეს არის ასთმის, ალერგიისა და სპორტის სექცია და მრავალი ღონისძიება უკვე ეძღვნება, მთელი რიგი ღონისძიებებია წლის განმავლობაში, ეძღვნება აი ამ პრობლემას, მის აქტუალობას და აი ასე შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ აი ამ ღონისძიებებზეც, დაუბრუნდეთ იმ ალერგიასაც, რით ივლინდება. ძალიან ესეთი მასშტაბური თემაა და მინდა რომ აბსოლუტურად ყველაფერს შევეხო, რადგანაც დრო ძალიან ცოტა გვაქვს და შეზღუდულნი ვართ. ძალიან ხშირად ჩნდება გამონაყარი ამ დროს ტანზეც, ამ დროს არის ცხვირიდან სითხის დეინაც, რაც ხშირად აწუხებს ჩემს კოლეგას, ერთ-ერთ კოლეგას. მოდით უფრო დეტალურად გითხარით, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს, გარდა იმისა, რომ მიმართოთ ექიმს. აი, კარგად ვძანებთ, რომ სხვადასხვა ორგანოს მხრივ ხდება კლინიკური გამოვლინება. აი, ეს პირველი სიმპტომი, რაც თქვენ აღნიშნეთ, რომ კანზე გამონაყარი. კი, ცხადია, შესაძლებელია იყოს როგორც კანზე გამონაყარი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, წყლისებრი გამონადენი ცხვირიდან, თვალებიდან, ცრემლდენა, ისე რომ თქვათ, ეს ადამიანი თავისი აი ამ მდგომარეობით მისი ცხოვრების ხარისხი შეზღუდულია, ასევე გაბრუება, თქვათ, ძილიანობის შეგრძნება, შესაძლოა ხველა,
ასევე ვთქვათ შემაწუხებელი სიმპტომები შესაძლებელია ბრონხოსპაზმითაც გამოვლინდეს, კანის პრობლემებით როგორც აღნიშნეთ. ანუ რისი თქმა მინდა რომ ამ შემთხვევაში ალერგია არის პოლიორგანული პათოლოგია, იმიტომ რომ სხვადასხვა გამოვლინებით ვლინდება. ხა ცხადია თქვენ სწორად ბრძანეთ რომ როდესაც ადამიანს ეს პრობლემები, ანუ ეს სიმპტომები აღენიშნება და მას აქვს აი ყოველწლიურად, შესაძლოა რომ მას უკვე იცის ის კი არა რომ მოდის პაციენტი ექიმთან ვიზიტზე ხანდახან კალენდარში დღესაც კი მიუთითებს იცით რა ექიმო მე ამადამ დღეს აი ამადამ თვეში ამ რიცხვში დამეწყო ეს პრობლემა ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ეს პაციენტი შეპყრობილი არის სწორედ აი ამ სეზონური პრობლემებით შესაძლოა სეზონურთან ერთად და მოდით ესეც განმარტოთ რომ რას ნიშნავს ეს სეზონური ალერგია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაშიც გაუგრძელდეს ამ ადამიანს ეს პრობლემა. ანუ სცენარის მტრით გამოწვეული ალერგიის გარდა, ანუ რომელსაც კარგარეთ ალერგენებს უწოდებთ ჩვენ, იმიტომ რომ ჰაერში ხვდებიან და მათ ძირითადად ეს ქარს გადააქვს და ძალიან დიდ მანძილზე და მათ ახასიათებს თავიანთი ესე იგი სეზონურობა და კალენდარი და ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ არსებობს თუ როგორ ხდება მათი გავრცელება ჰაერში და მნიშვნელოვანია რომ სწორედ ამ პერიოდში არსებული მოყვავილე მცენარის მტვრის კონცენტრაცია უნდა აღწევდეს ესე იგი გარკვეულ გარდა მცენარისა და გარდა გარემო ფაქტორისა, რომელსაც ჩვენ ეთერს მიღმაც ვისაუბრეთ. არის თუ არა დამოკიდებული გენეტიკურ ფაქტორზეც? ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამ გენეტიკური დამოკიდებულება ცხადია მემკვიდრულ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. განსაკუთრებით, რომ თუ თქვათ ამ შემთხვევაში პაციენტის მშობლებს აწუხებდათ არსებული პრობლემა, გასათვალისწინებელია ეს, რომ გენეტიკური განწყობა არსებობს. არსებობს დიდი შანსი თუ ორივე მშობელს ჰქონდა ეს პრობლემა, რომ მის შვილს ჰქონდეს, ხო ეს პრობლემა. ჩვენ ხატოვნათაც კი აღნიშნავთ ხოლმე რომ ატოპიური მარში, ანუ რომლებიც ბავშვთა ასაკში იწყება ნულოვანი ასაკიდან და შემდგომ ეს არის კანის გამოვლინება, ატოპიური დერმატიტის სახით, შემდგომში კვებითი ალერგიის სახით, რომელიც შემდგომში თანდათანობით ტრანსფორმირდება და აეროალერგენების მიმართ გიპერმგრძნობელობაში და მას თან ძდევს სხვა შოკაორგანოს გამოვლინება, ალერგიული რინიტის, ასთმის და სხვა. ძალიან მნიშვნელოვანია ასთმა, რომელიც თქვენ ახსენეთ, ხშირად მსმენი არ ვიცი ეს მითია თუ რეალობა, თუმცა ხშირად ფაქტად რჩება, ალერგია გადადის ასთმაშიო ამბობენ. ამაზეც რომ გითხრათ, რამდენად მითია და რამდენად რეალობა? არა, ნამდვილად რეალობაა და ამას ვადასტურებ, იმიტომ რომ შესაძლოა როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომ წყლისებური გამონადენი, აი ეს კანის პრობლემები მას შესაძლოა დაერთოს და ხშირად არსებობს, ასე ვუწოდებთ ხოლმე თანაარსებობა ორი აი ამ სხვადასხვა პათოლოგიის, ეს არის როგორც ალერგიული რინიტი, ბრონქული ასთმა. ეს არის სასუნთქის სისტემის ალერგიული გამოვლინებები, ალერგიული დაავადებები. ამიტომ ძალიან ხშირად არსებობს მათი ერთდროული თანაარსებობა ხდება. როდესაც ალერგიული რინიტი აქვს, ყოველთვის ვუსმებთ კითხვას და ვეკითხვებით პაციენტს, მას ხო არ აქვს ეს ხველა შემაწუხებელი, ანუ ბრონხოსპაზმი, ამოსუნთქვის გაგრძელება და ასთმა, რაც ხშირად აი ეს დღემდე სტიგმად რჩება, თუმცა დღეს მინდა მოსახლეობასაც მოვახსენო და ჩვენ ტელემაყურებელსაც, რომ დღეს ასთმა სოფლიოში არის კონტროლირებული დაავადება და თუ მას ეს არ არის განაჩენი, ამ დაავადების მართვა ხდება ძალიან კარგად, თუ სწორად ხდება მისი დროული დიაგნოსტირება, დროულად მკურნალობა და მისი მართვა დღეს შესაძლებელია. ანუ რეზიუმე რო გავაკეთოთ, რომ ცხადია არსებობს ეს თუნდაც თუ ჩვენ შევეხებით ახლა მცენარეულ და სეზონურ პრობლემას, ანუ ალერგიული რინიტს შეიძლება მოყვეს აი ეს ხველა ბრონხოსპასტიური სინდრომი, ანუ ასთმური, სპაზმური ხველის არსებობა და შესაძლოა აი ამ პერიოდში ასთმა გამოვლინდეს სეზონურად, ასთმური პრობლემები, თუ მხოლოდ სეზონური პრობლემა აქვს. მაგრამ
მინდა ვთქვა, რომ სეზონთან ერთად შესაძლოა, რომ აი მემკვიდრულ განწყობაზეც ჩვენ წეღან ვახსენეთ, რომ ასეთ ადამიანებს ეს მემკვიდრული განწყობაც თუ აქვთ მით უმეტეს, თანდათანობით გაუფართოვდეთ აი ეს არეალი იმ დამნაშავე ალერგენების მიმართ. გამოვლინებად შეიძლება გვექცეს თუ არ მივაქცევთ, რა თქმა უნდა, ერთი რომ ხშირ გამოვლინებად, ანუ არაკონტროლირებული გახდეს ეს პრობლემები, მეორე ძალიან მნიშვნელოვანია გაფართოება არეალის, ესეც განმარტოთ რას ნიშნავს. შესაძლოა, რომ იყოს გარკვეული რაღაცა ალერგენთა ჯგუფის მიმართ, აი კარგარეთა ალერგენები ვახსენეთ, ანუ მცენარეული ალერგენების მიმართ. მაგრამ დროთა მანძილზე შეიძლება გაფართოვდეს და კარშიდა ალერგენების მიმართ, აი რაც ძალიან ხშირია, მცენარეული მტვრის ტკიპების მიმართ, სხვადასხვა ეპიდერმალური ალერგენების მიმართ, სოკოვანი ალერგენების მიმართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაინც მივდივართ იქამდე, რომ არსებული, ვთქვათ, ექიმთან დროული მიმართვიანობა, დროული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიმძიმე შევაფასოთ. გარდა იმისა, რომ აღმოვაჩინოთ რა პრობლემაა, მოვამზადოთ ეს პაციენტი, შევაფასოთ სიმძიმე და მათ მიეცეთ შესაბამისი რეკომენდაციები. და რაც შეეხება სეზონურობას, ჩვენ იმ გეოგრაფიულ, ვთქვათ, ლოკალურად, სადაც გეოგრაფიულად იმ სიტუაციაში, სადაც ვიმყოფებით, სამ პერიოდს ასახელებენ, აი ამ მცენარეული ალერგიის პერიოდს. გაზაფხული არ არის უშუალოდ დაკავშირებული, ხო? ნამდვილად გეთახმებით, იმიტომ რომ ჩვენთვის, ანუ ალერგოლოგები ხშირად ანუ გაზაფხული ცოტა ადრე იწყება, ვიდრე ვთქვათ ეს კალენდრით ხდება, იმიტომ რომ ადრე მოყვავილე ხეები და აქვე აღნიშნოთ, რომ ადრე მოყვავილე ხეები, ანუ პირველი, ანუ სეზონი მცენარეული ალერგიის იწყება, შესაძლებელია, რომ იანვრის ბოლოდან დაიწყოს და გაგრძელდეს აპრილის ბოლომდე. ადრე მოყვავილე და გვიან მოყვავილე ხეები. ვთქვათ, რომ სეზონი გადასულია, ასე რომ არ არის გადასული სეზონი, არა, იმიტომ რომ ეს არის პირველი, ანუ ხეების ყვავილობის პერიოდი. შემდგომი პერიოდი უკვე ეს არის ბალახები მარცვლოვნების ყვავილობის პერიოდი. აი ჩვენ ამ პერიოდში ვიმყოფებით ახლა, როდესაც მრავალი, ანუ მდელოს, ესე რომ ვთქვათ, ბალახები და მარცვლოვნები ყვავილობენ. ამიტომ ხშირად აქვთ ხოლმე, რომ პაციენტი რომ მიდის, მოგმართავს და მე მაქვს აი რომ დაფრინავს ეს ჰაერში, აი ბუსუსი ბძანეთ, ამის მიმართ მაქვს, მაგრამ ხშირად ასე არ არის. ამ შემთხვევაში ეხლა უკვე ეს სიმპტომები, როცა აღენიშნება ადამიანს ცრემლდენა, ცემინება, ყველა ასე შემდეგ ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია სწორედ ბალახები მარცვლოვნების მიმართ გიპერმგრძნობელობა. ეს ბუსუსები ამ შემთხვევაში ასრულებენ მექანიკური განღიზიანებლის როლს. ანუ კიდევ ერთი დასტური, რომ დროული დიაგნოსტიკა და შემდგომ აი ეს პერიოდი გაგრძელდება ივლისის დასაწყისამდე და ივლისიდან თქვენ და წარმოიდგინეთ სცენარიული, ანუ პოლინოზის პერიოდი გრძელდება და შემოდგომის დასაწყისამდე. მოკლედ, აუცილებლად გჭირდება ექიმის კონტროლი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, უნდა მიმართოთ აუცილებლად ექიმს. აუცილებლად. და ბოლოსკენ რო წავიდეთ, რადგან მცირე დრო გრჩება. ეს გეტყვით კიდევ და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ კალენდარს, რომელიც ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის მიერ ხდება სწორედ აეროალერგენების გავრცელების წლიური კალენდარი იქნა შექმნილი და აი ეს კალენდარი ყველა პაციენტს შეუძლია რომ ნახოს ჩვენს თქვათ ვებგვერდზე ან Facebook-ზე და ჩამოტვირთონ, იმიტომ რომ კარგად არის გაწერილი, რომ თვეების მიხედვით რომელი მცენარეები უფრო აქტუალურია და რის მიმართ რას უნდა მოვერიდოთ. რას უნდა მოვერიდოთ, დიახ. და ბოლოსკენ რომ წავიდეთ, რადგან მცირე დრო გრჩება, როგორც მატყობინებენ, მე მაინტერესებს, როგორ მიმდინარეობს მკურნალობის კურსი. რა დროს ჭირდება ალერგიის ფონის აღმოფხრას? უკავშირდება თუ არა ეს ყველაფერი წლებს, თვეებს და ასე შემდეგ. კეთილი. ეს თემა საკმაოდ დღეს აქტუალურია და სწორედ გარდა იმისა, რომ არსებობს მედიკამენტური მკურნალობა, ეს მართვა როგორც უნდა მოხდეს და რასაც აუცილებლად ექიმი სპეციალისტი ურჩევს შესაბამისად ინდივიდუალურად თითოეულ პაციენტს, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე თვითონ მიზნობრივ თერაპიას, რასაც ძალიან ბევრი ღონისძიება ეძღვნება დღეს და აი ამ პრობლემის
გამო ევროპის აკადემიამ ანუ წარმოადგინა სწორედ ევროპარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი პრევალენსის ეს მაღალი ანუ გავრცელების სხვადასხვა ალერგიული დაავადებების გავრცელების აი ეს მართლაც შემაშფოთებელი ციფრები აქ ხედავთ რომ 150 მილიონ ადამიანს ევროპელს აქვს ალერგია შესაბამისად 100 მილიონი 100 მილიონი რომელიც ალერგიული რინიტით არის დაავადებული 70 მილიონი ვთქვათ ბრონქული ასთმის და ასე შემდეგ რომ ძალიან რთულია ამ დაავადების ვთქვათ მართვა რთულდება იმიტომ რომ ბევრ ადამიანს დღემდე არ აქვს დასმული ეს დიაგნოზი და რატო მოვიყვანე ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ მიზნობრივ თერაპიას ანუ თუ ჩვენ ვიცით პაციენტის და სწორედ ამის დამადასტურებელია სწორედ სპეციფიკური იმუნოთერაპია და განმარტოთ რომ როდესაც ჩვენ ვიცით დადგენილია კონკრეტულად პაციენტს თუ რომელი ალერგენის მიმართ აქვს მას მოჭარბებული გრძნობელობა შესაძლებელია რომ შეგუების გზით ვაქცინაციის გზით მოხდეს მასთან შეგუება ანუ ეს არის სწორედ კონკრეტულ პრობლემაზე ორიენტირებული პრობლემა პასუხი რომ თანდათან აი ამ ვაქცინის აღმავალი გზით შეყვანით ორგანიზმში შევაგუოთ ადამიანი რომ ისწავლოს ამ კონკრეტულ ალერგენთან თანაარსებობა და ცხოვრება და სრულიად შესაძლებელია ეს მითი არ გახლავთ იმიტომ რომ ინდივიდუალურად მორგებული ვთქვათ დღევანდელი თანამედროვე მედიცინა მიდის აი ამ მიმართულებით რომ ეს უნდა იყოს პაციენტზე ორიენტირებული მიზნობრივი მედიცინა რომელიც საშუალებას შეგვაძლებინებს და ძალიან დიდი მადლობა ეს პრობლემა დავამარცხოთ. ჩემი სტუმარი იყო ექიმ ალერგოიმუნოლოგი მაკარუხაძე ძალიან დიდი მადლობა მოგზანებისთვის ძალიან საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა რადგანაც დრო არ დაგვრჩა მაგრამ ჩვენ კიდევ მოგიწევთ რადგან თქვენ ძალიან საინტერესო რესპონდენტი ხართ. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ გვიყურებთ, გვისმენთ უკვე რიგით მომდევნო საათში დაგიბრუნდებით საათის სრულს კი ახალი ამბები.